მოგესალმებით, მე მგონი ყველა ვიცით, დიდი ხანია დაანონსებულია დღევანდელი აქციის შინაარსისთვისაც ვარ შეკრებილები, დღევანდელი საქართველოს მდგომარეობა მოგეხსენებათ მიექანება ყველა სფეროში რეგრესისკენ. დავიწყებ იმით, რომ ფინანსური მდგომარეობა და ფინანსური სექტორი მინისტრების მთლიანად არიან მოსახსნელები და ნაგავში გასაშვები. გავიხსენებ გუშინდელ ფაქტს ნეპოტიზმის, რომელსაც ასე ყარადა აქვს ფეხი მოკიდებული დღევანდელ ხელისუფლებაში. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ მიზანმიმართულად მიმდინარეობს პოლიციის დემორალიზება და დისკრიმინაცია, რაც ბატონ ღარიბაშვილმა დღევანდელ მთავრობის ხდომაზეც აღნიშნა და ამაში ნამდვილად ვეთანხმები მას, ოღონდ მათივე მხრიდან მიმდინარეობს არ არის მე მგონი ქვეყანა, სადაც აკავებენ სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებს და მათ სწავლენ ჩვეულებრივ კრიმინალია, ეს გაუგარი ფაქტია. მოგეხსენებათ, ყველა სფეროში გვაქვს გარღვევა ბიუჯეტი, რომელიც ფინანსდება 2 წელია ზედიზედ სოციალური მოტივებით და რომელსაც ასე გაყვირის ოპოზიცია რომ არის არასწორად დაფინანსებული და არ ეთანხმება ჩვენი ფინანსური სექტორის მინისტრები. სახეზეა ფაქტი, ასევე გვიმტკიცებს ბატონი დღევანდელი არაფორმალური მმართველი ივანიშვილი, რომ ავიყვანოთ მოსახლეობას დაფცინის, რომ ავიყვანოთ ექსპერტების საბანკო სფეროში, რომ ლარს არაფერი არ ემუქრება და უმყარეს მდგომარეობაში იმყოფება. ალბათ ეს უმყარესი მდგომარეობა თავის ფინანსებში გამოიხატება და არა ხალხის ფინანსებში, ეს პირდაპირ დაცინვაა ხალხის. აუცილებლად უნდა აღინიშნოს კიდევ ერთი რამ, რომ საქართველოში დაცინვა მიმდინარეობს პენსიონერების. აქ გვაქვს ჩვენ პლაკატი, რომელზეც აღნიშნულია, რომ სექტემბერში მომატებული პენსია იქნება -35 ლარი და ეს სამწუხაროდ არის სიმართლე. ჩვენი გზის პრესკონფერენციებს თუ ვინმე აკვირდებოდა, ჩვენ დიდი ხანია ვაცხადებთ, რომ დღევანდელი მდგომარეობა და დღევანდელი მდგომარეობის საქართველოში უბედურების სათავე არის ბატონი პრემიერი და მისი მმართველი, მისი მამამარჩენელი ბატონი ივანიშვილი. საუბედუროდ ვართ ერთადერთი ქვეყანა, არა თუ არ ჩავთვლით ჩრდილო კორეას ალბათ, სადაც მმართველობა მიმდინარეობს კულუარებიდან. მოგეხსენებათ, ჩვენს დეპუტატებს სხვა საქმე მეტი არაფერი არ აქვს და ბიუჯეტის სახსრებით ფეხბურთის საგორაებლად არის თურქეთში დადიან, მოედოთ მაინც ბოლო ადგილზე გავიდნენ ეს უბედურები. ბოლო ერთადერთი რამ, რისი გულითვისაც ჩვენ აქ ვართ მოსულები, ეს არის ჩვენი მოთხოვნა, რომ გადადგეს ბატონი პრემიერი ღარიბაშვილი, რადგან ყველაფერზე პასუხისმგებელი გახლავთ ის არის პირველი პირი ამ ქვეყნის პირველი პირი წყალებში, იმიტომ რომ ყველა ვიცით ვინ არის პირველი პირი, მაგრამ საუბედუროდ იმას ოქროს უნიტაზიდან თუ გადავაყენებთ რა არა თანამდებობიდან, ასე რომ ჩვენი მოთხოვნაა გადადგეს ოფიციალურად პირველი პირი საქართველოსი ირაკლი ღარიბაშვილი. არც თუ ვინმეს გინდათ რამე დაამატოთ, მე რა ვიცი, თუ არის რამე?